მიქნება, იმიტომ რომ აქამდე სამართლის სასამართლოს ფედერალები მომისმენ თავიდან მომისმენ. სხვა მე არაფერს გამოვარდივარ გადამაგისა და ჯიუტი ოპტიმიზმით აველოდები იმას, რომ რომელიმე დარბაზში სამართლის სასამართლოს ფედერალები. ეხლა მე პირველ რიგში მინდა მაგის მიულოცო, რომ სწავლობდი ბანკის პროზექტის დასასრულს გამოსავალს და მომავალთან დაკავშირებით. ხო, და საერთოდ ვიშო. საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება, როგორც მე საპროცესო კონტექსტში წავიდეთ, ამხანაგ პრობლემის ხდება მოვალეობა, რომ კონკრეტული საქმის გამოძიებისას და ეს გამოძიების საპროკურორო ზედამხედველობას ახდენს სრული სიფართით გამოძიოს საქმე. მაშინ როდესაც მე პირველივე პროცესზე მასთან ვახსენე კონკრეტული ფაქტი, რადგან შემარჯვებაც ისაუბრეს, რომ მოხდა კონკრეტული სისხლის სამართლის დაშავება, სამსახურეობრივი პრობლემების ასე ჩუმე უკეთრა და დამოუკიდებია და ჩემ ჯიბეში განსაცდელად ის მოთავსება მას საპროცესო კოდექსი რომ აღარ მახსოვს წინაკა შემომატანეს თვითონ ჩემს უგეცადიცის მას ევალება რომ გამოძიე როგორც მის დასაკვირად მე ეს გავაჟღერე ეს გამოძიება დაეწყო. ეკონომის არ დაუწყია, მაგრამ მე რომ მივხვდი რომ რაშიც არის საქმე და ეს მეუბნების დაინისახები არადეთ კითხვა მაქვს შეიძლება ბატონ გოგეჯიშთან რა მაგნიცკისია სავიარეთ საქმესთან ახლოს არის მაგნიცკისია სავიარეთ აი საქმესთან ახლოს არის ამაზონ ავალ შემოსავლად შეიძლება აღიარე ჩემს საქმესთან დაკავშირებით იბა დავახსენე როგორც ჩანს აღიარეს ახალ დაჭერდაცება უჩეს ვერტიკალურად მართლობის სისტემა როგორც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო კაცრი ვერტიკალით რომლის ხელმძღვანელის და მისი მოადგილე წარი მაგნიცკისია შეყვანა და მეგონი ახსნა ამჭირდება ეს რასია და როდესაც ბრალდებული თქვენ სახელმწიფო საკრედიტარები ბრალდებას და აღიწყებთ რომ მის ჯიბეში მოათავსეს უკანონო ნივთიერება და როდესაც იმ უცხების თანამშრომლები, რომელთა უფროსიც არის შეტანილი მაგნიცკისიაში, თქვენმა საფუძვლიანი ეჭვის მიღმაც კი დაგიშლით იმის სურვილი და ესე ვთქვათ, მოტივაცია, რომ ის ასე ლაპარაკობ უბრალოდ გამოიძიოთ ის და რა ინფორმაციას მიიღებით ამ ის კამერები, რომელიც ჩვენ არ მოგცეს. ასტრონომიკის კამერები, პირდაპირ დაადგინა იმ კონკრეტული ავტომანქანების იდენტიფიცირებას მოახდინა, რომელიც იყო ჩემთან გავებაზე და რაოდენობას მათ შორის პოლიციელებისას. შეგვეძლებოდა ამის მერე იმ კონკრეტული პოლიციელების იდენტიფიცირება, რომელიც საქმეა გამქარები არიან, საერთოდ არ ჩანდა. მათ შორის ორი მაღალჩინოსანი. და მათ შორის ერთ-ერთი რომელიც გონია რომ პირდაპირ მან ჩამოვა ჯიბეში ის პირველი ის მოდიოდა ჩემთან. ამის შემდეგ მას შემდეგაც ჩვენ დავაკვირდით რა იგივესა რომელიც საფრთხო ეკიპაჟი იყო ჩემთან მოსული. იმ საფრთხო ეკიპაჟის ოფიცერს ჩემს დიალოგის მოწმობაზე ხონდა მოკიდებული ხელი, სადაც დატოვა როგორც თავის თითის არაბეში, ასევე თავისი დნმ-ის კვალი. ისევე როგორც სახელმწიფოებრივად იმ დნმ-ის კვალის არსებობით ჩემ დიალოგის მოწმობაზე და მათ შორის იმ დროის მონაკვეთში პატრონის იმ არსებობით იმას დავამტკიცებთ, რომ ამ გამოგონებისავე პოლიციელებს არათუ მატერიალურ ტექნიკური საშუალება და ადამიანური რესურსი აყოფიათ. იქ ქავდათ საბორტო კამერაც, იქონათ სამხრე კამერაც, მათ შორის ორი ცალი და იქ ქავდათ ნეიტრალური მუცლის საშუალებაც ჰქონდათ. ყველაფრის საშუალება ჰქონდათ. ამას გარდა იმ რაღაც ნივთებზე, რომელიც ჯიბეში მომითავსე, იმას სანამ შემახე მოვიდოდა აუცილებლად ხელი ექნება და მოგებულზე რომელიც ოპერაციაში მონაწილეობდა მაღალი ალბათობით და მათ შორის უკვე შემეცდებოდა მათი დნმ-ის ნიმუშების აღება და შედარების საშუალება ექნებოდა იმ დნმ-ზე რომელიცაც ექსპერტი ამბობს რომ ამ ნიმუშებზე არის დნმ რომელიც არაინფორმატიულია იმიტომ არაინფორმატიული რომ თანხმობაში შემოგვიყვება ჩემ დნმ-თან ესე იგი სხვა დნმ-ია და მე მექნებოდა საშუალება დამეიდენტიფიცირებდა პირები რომელსაც პოტენციურად ეგ ნივთები ეჭირათ ხელში ან სეიფიდან გამოვიდეს ან უჯიდან არის სამშაო ფაქტი მოიტანეს და პირდაპირ თითის დავაჭერდი მათ შორის ბიოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე კონკრეტულად მის ხელში იყო ეს ნივთები რომელიც ჩემ ჯიბეში მოათავსეს არც თქვენ არ მოიგონებთ ამას გამოძიება არც კი გამოდიეთ დაწყებული და იმაზე რასაც თქვენ საჯაროდ დაგიცხადეთ რომ განმეძარი ვა ეს მოდელად საპროცესო კოდექსის მიხედვით უშინ წავიდით ვიმეცადინეს ფოტოჟოს თქვენ რო იმეცადინოთ არ გაცხრეთ არ დაგიცხადეთ ამის მე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მე ჩვენება დავწერე და მათ შორის შემოვიტანე და თუ არ მოიკითხავთ მაინც საერთოდ პროკურატურამ ამაზე მოძიება მაინც თუ დაიწყო ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის ფორმაზე რა ქვია პოტენციურ დანაშაულს არაფერი არ თქვენ მოვალება ხო შეასრულეთ არც თქვენ არც მოსამართლეობა არ მოგცეს საშუალება მათ შორის როცა კოდექსში გიწერიათ რომ თანაბარი გამოძიების უფლებებია ერთადერთი განსხვავება თქვენ შევიდეთ მოსამართლის გარეშე მოიპოვოთ დატოვებული მიცემულები ხო არ ასისულები ასწორები არ მოგცეთ შეგიძლიათ და ჩვენ ამ უფლება არ მოგცეს მაშინ როცა კოდექსში წერია რომ თანასწორად შეგვიძლია ჩვენ მოვიპოვოთ მიცემულები ვერ მოვიპოვოთ მიცემულები ყველა ბოლში სადაც მე შემეძლო ჯერ მტკიცების თვით მე არა თქვენ გაკეთეთ მტკიცების თვით
მტკიცების ტვირთი მე რო ხმა ვერ ამომეღო საერთოდ თქვენ მე უნდა გიქნათ რომ დაგემტკიცებინა ჩემთვის რომ იმ მომენტში არანაირი სხვა მანქანა არანაირი სხვა პოლიცია საერთოდ არ ყოფილა და ვიტყუები აქ ორი ვარიანტი ერთადერთი სიმართლე არსებობს აქ აბდარაში და იმ სიმართლეს ვიძახი მე და თუ თქვენ დამტკიცება გინდათ რომ მე ვიტყუები ან სუჩვენებას ვიზრდები რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია ამის გამოძიება და დამატებითი სამი გრამის საყენება შეიძლება მაგრამ ეს უბრალოდ არ შეგიძლიათ იმიტომ რომ ყველა ნაბიჯზე გარეთ თქვენ არა იმ ხალხს რომელიც თქვენ არ მოიწერა საერთოდ შეცდომები დაშვებული რომლის აღმოჩენის და იდენტიფიცირების და სასამართლოში წარმოქმნის უბედა არ მომიცით მე ის შორს ვარ რომ ამას ვინმე არ გაითვალისწინებს ეს რაც მე ვიმატარებ კიდევ უფრო დეტალურად შემიძლია იმაზეც მოგვიყვეთ აუცილებლად ცალკე ექსპერტმა დაიკადრა იმაზეც დაგელაპარაკეთ მაშინ როდესაც მე არ მომეცა საქმეება კონკრეტული იდენტიფიცირება და თანხმობა გამეკეთებინა იმ ოფიცრების რომლებიც იქ იყვნენ მე წავედი სხვა მიმართულებით გამეყარებინა ჩემი ჩვენება და მე რა თვითონ დავუსვი ექსპერტს იცით რა მოსულდა და გაკვეთილების ჩატარება დამწყოთ რომ მე მოვთხოვებას კონკრეტულად რა ბაქტერიები ან რა უჯრედები არის ზედი ეს კითხვა დავუსვი კონკრეტულად სულ არ მაინტერესებს რომელი მეთოდი დამოუკიდებლად და ამას ბაქტერიოლოგიური ბიოლოგიური ჰისტოქიმიური თუ ქრომატოგრაფიული მე საერთოდ არ მევალება მე რომ ექიმია და რომიც ეს ცალკე თემა მაგრამ არ მევალება მე რომ რაოდენობის და მე ვსო კითხვას და ამ კითხვაზე უნდა გამეცეს პასუხი აიცი რა ის აი ეს ანაცვლები რაც ჰქონდათ რომელიც შეზღუდული რაოდენობის მასალა იყო გამოიყენეს მხოლოდ გამოძიების მიერ დასმულ კითხვების ეს ჩემი დნმ-ს არ მოსა ჩემი დნმ რომელიც ეთყობოდა რომელიც კონკრეტულად გეკითხეთ აქ მოვა ეს მოწმეთე ვინ დაიტანა და იმასაც გავცი პასუხს გასაცემად აი იმ დნმ-ს აღმოსაჩენად გამოიყენეს და პასუხი იცი რა ეს ამოწერეს რომ თავიდან დაგუსვიო კითხებიო მაგრამ შეიძლება ანაცვლებიო აღარ იყოს საკმარისო დამატებითი კვლევის ჩასატარება გააკეთეს მტკიცებულება გააკეთეს ეს გააკეთა ექსპერტმა ყველა ეტაპზე სადაც შემიძლია ჩემი სიმართლის დამტკიცება არის კორუფცია ძალაუფლების პროდუქტად გამოყენება და პროფესიული გულფრინობა გობეჭეშობა აი ეს აი დავამთავრე და შემდეგზე კი გავაძლევ ძალიან ბევრი და სალაპარაკო და ძალიან ბევრი შეცდომები გქონდა შეთანხმებული და ჯობია მეთოდეს კარგად ჩახედეთ აი ვაქსინაციის აუცილებლად შედეგი მოშოვა ხო ვაქსინაციის კი ჩახედეთ იმ კოდექსს და კარგად ნახეთ რა გიგვარდება კარგად ნახეთ რა გიგვარდება აპროჩონზე უნდა გადავშოთ პროგრამას ხოდა ბოლოს ერთი წამები და დავამატე წინაზე ჟურნალისტი დაეცი ამ ხანა გუგლში და როცა შეძენა შენახოს ფაქტს როგორ არასწორებო ესეთი პასუხი გაცემა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა მაგრამ ტელეფონის შემოჭრა და აუცილებლად ითხოვდა ეხლა პასუხს გავცემ წინასწარ და იქ ამოვაჩინო შეძენის პასუხი მე მას ხავაზე გამოითხოვს ის ტელეფონი აი აქ ეკრანზე დიდება მე არ ვიმოდი რაც ამას არც არა საერთოდ ამ სისტემაში და რა ყოლობი სუცადა მაგნიტსკი სიავად ახსენდა სუცადა აუხსენდი ამდენი ეტაპზე გამაჩენეს ჩემი სიმართლე გამიცხებინა და ყველაზე სასამართლოს ფაზი ჩვენების საკით გავხსნი და რასაც მეტყვის და სადაც მეტყვის შევახდები ტელეფონში და თუ დამტკიცებ სადმე რამე შევიცდი მე სპანელები ვარ ხო ყველა გიდე ვიდე რა ეს რა სიტყვით და ხო 100 სიტყვით და